მოგესალმებით ჩემო ლამაზო გოგოებო, როგორ ახართ? დღეს მოდით გავაკეთოთ ხორცის ღვეზელი, ესეთი გემრიელი და კარგად ბლომად ჩადებული გატენილი ხორცით. ავიღოთ ერთი თავი, დიდი თავი ხახვი, დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ, აგრეთვე 2 ცალი პატარა სტაფილო, 1 ღია ფერის ბულგარული და 1 წითელი ბულგარული. ყველაფერი ეს კარგად მოვთუშოთ ტაფაში და შემდეგ დავუმატოთ ფარში. ფარში ესე გავანაწილოთ, როგორც ხედავთ და შემდეგ დავუმატეთ საკმაზი, როგორც თქვენ გსურთ. მე დავუმატე ორეგანო, ტკბილი პაპრიკა და ხორცის სუნელი. შემდეგ დავუმატე მშრალი ნიორი, გემოვნებით 1 ჩაის კოვზის საკმარისია თითეული სუნელი. შემდეგ დავუმატე, როგორც ხედავთ, ტომატის სქელი პასტა და ცოტა წყალი, რომ ჩვენი ხორცი კარგად მოიშუშოს ამ ბულიონში. აი ეგ როგორც ხედავთ, დავახურე თავსახური და ვაცადოთ ხორცს კარგად მოთუშვა და ცოტა წყალიც უნდა ამოუშრეს. აი ესე ჩემო მეგობრებო, თუხთუხებს ჩვენი გემრიელი ხორცი და ეხა დავუმატე მარილი გემოვნებით, თუ გსურთ, აგრეთვე შეგიძლიათ დავუმატოთ შავი პილპილი, ძალიან უხდება. ეხლა ავიღე ჭურჭელი, რითიც უნდა შევდო ხუმელში და ესე ზეთი მოვასხი და გავანაწილე ყველგან. შემდეგ საქართველოში მეტი არის თხელი ცომები, ფილო, ესე ქვია, დავაფინე ჯერ 1 ფენა, მოვაწუწე ზეთი, შემდეგ მეორე ფენა, ისევ ზეთი, აი როგორც ხედავთ ვიდეოში, ანუ 3 ფენა დავაფინე ქვემოთ და ბოლო ფენას მოვაყარე საფანელი, ანუ სუხარი, დაფქვნილი სუხარი, რომ ხორცს თუ რამე სისველი აქვს შეიწოვოს. შემდეგ მოვათავსე ხორცის მასა, ისევ საფანელი მოვაყარე, რომ შეიწოვოს სითხე, როგორც გითხარით და ეხა ისევ ცომები ფენა-ფენად და ამ ფენებს შორის ზეთი წაუსვით ცომს აუცილებლად. შემდეგ აი ეს რაც ზედმეტია გვერდებზე ჩამოვაჭრათ, შევუკეცოთ გვერდებში ლამაზად და გამოვაცხოთ. მე ღუმელი მქონდა, მართალი გითხრათ, წინასწარ გახურებული 200 გრადუსზე, ზედა ქვედა წვაზე, სადღაც ალბათ 40-45 წუთი, სანამ არ დაიბრაწება კარგად ეს ჩვენი ცომი. ეს დაჭერით, სანამ შევდებთ ღუმელში, როგორც ხედავთ ვიდეოში და ნახეთ რა სილამაზე გამოვიდა ჩემო მეგობრებო, ესეთი კრაწუნა ჩვენი ხორცის ღვეზელი. იმედია მოგეწონათ ვიდეო, გემრიელად მიირთვით, გამოიწერეთ ჩემი არხი, დამიწერეთ კომენტარები, რითიც ძალიან მახარებთ, ჩემი გოგო, ჩემი ნინო და ჩემი მანანა ყოველ ვიდეოზე მიწერენ კომენტარებს, რითიც ძალიან მიხარებენ გულს. კოცნით შემდეგ გემრიელ ვიდეომდე.